კრიმინალური დაჯგუფებების თარეში თბილისის ქუჩებში არ წყდება. არალეგიტიმური ხელისუფლება მწვანე შუქს უნთებს ყველა მოძალადეს და დაუსჯელობის სინდრომის გამო. უკვე თითქმის ერთი თვეა ქალაქში შავნიღბიანი აგრესიული ბანდფორმირებები თავისუფლად გადაადგილდებიან. ასეთი შემთხვევა მოხდა გუშინაც, როდესაც გვიან ღამით დინამო არენას ტერიტორიაზე მდებარე ფიტნეს ცენტრ ასპრიაში 100-მდე შავნიღბიანი პირი შევიდა გინებით, მუქარითა და ძალადობით. ფორმულას ინფორმაციით დაზიანდა სავარჯიშო ინვენტარიც. არაფორმალური ბანდა მთელს ფიტნეს ცენტრში ერთ პირს გიორგი უბილავას ეძებდა. ფორმულამ ექსკლუზიურად ჩაწერა თვითმხილველიც, რომელიც მომხდარს თავად შეესწრო. ვარჯიშობდი, ეს ამბავი რომ მოხდა. ვიღაც ადამიანები შემოვიდნენ შავნიღბებში და რაღაც სახელს ყვიროდნენ. ზუსტად არ მახსოვს. ბევრნი იყვნენ და ვიღაცას ეძებდნენ. ამბის რეზონანსულობის მიუხედავად თავად ფიტნეს ცენტრი ასპრიას მენეჯმენტი დუმს და მხოლოდ ერთი განცხადება გაავრცელეს სოციალურ ქსელში, სადაც დეტალებზე არაფერია ნათქვამი. ფორმულას გადამღები ჯგუფი კი მომხდარის გარკვევას ადგილზე შეეცადა. რეგისტრატორებს წამოსცდათ, რომ თითქოს შეცდომა მოხდა, თუმცა არგუმენტი თვითმხილველების მონათხრობის საპირისპიროდ არ ჰქონიათ. ძალიან ბევრი შეცდომა, რომ იწერება ძალიან ბევრი შეცდომა, რომ დაინგრა დარბაზი და ასე შემდეგ და ანუ შიგნით არავინ არ შემოსულა? ანუ მე არ ვაკეთებ ამასთან დაკავშირებით განცხადებას, უბრალოდ გეუბნებით, რომ არ გვაქვს ინფორმაცია არაფერთან დაკავშირებით. და ვიდეო საფოტო კამერების ჩანაწერები თუ არ დაუჭამია ვიდეო კამერა. შიგნით იყვნენ შემოსულები თუ არა, თუნდაც ეს დარბაზი დაინგრა თუ არა. ვაკეთებოდით ინფორმაცია არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით. საუბრისას დავინტერესდით, არსებობდა თუ არა კამერების ჩანაწერები, სადაც დეტალურად უნდა ყოფილიყო ცენტრში შესვლისა და თავდასხმის კადრები ასახული. თუმცა პასუხად მივიღეთ, რომ კამერები უკვე დიდი ხანია არ მუშაობს და შესაბამისად არც არაფერია დაფიქსირებული. არადა მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი ვიდეო სათვალთვალო კამერაა, სადაც წესით კარგად უნდა ჩანდეს ამ პირების გადაადგილების ტრაექტორიაც. კამერები არ მუშაობს, არც გარე პერიმეტრზე, არც შიდა პერიმეტრზე. ინფორმაცია არ აქვს. რაღაც სურათები ვნახე, მაგრამ რა ვიცი. ხო, და ეს ადამიანები მანამდე არ შეგინიშნავთ აი ამ ტერიტორიაზე მაგალითად და ეს შავნიღბიანები პირველი შემთხვევა იყო? არავინ არ დამინდახია საერთოდ არც გუშინ და არც მანამდე. ხარებას დაჯგუფება მიზან მიმართულად გიორგი უბილავას ეძებდა. უბილავა ოცნების მიერ კარგად გაწვრთნილ ტიტუშკებში არაერთხელ აღმოჩენილა. ის რამდენიმე ძალადობრივ ეპიზოდში მონაწილეობდა. მაგალითად, გაზაფხულის აქციების დროს გმირთა მოედნის ინციდენტში. აქტიური იყო კორცხელის დაპირისპირების დროსაც. საინტერესოა, რომ ძალადობით სახელგანთქმული უბილავა ყოველთვიურად თბილისის მერიის ბიუჯეტიდან მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამით 500 ლარს იღებს. როგორც ჩანს, კალაძე ზონდერების გასაძლიერებლად მუნიციპალიტეტის თანხებს არ ზოგავს. ზონდერები, ტიტუშკები, პარტიული აქტივი, აი ეს ყველაფერი ფინანსდება ჩვენი ფულიდან. რაც რა თქმა უნდა არის კანონდარღვევა, ის ყველაფერი დოკუმენტი, რაც სამი დაფინანსებისთვის არის შექმნილი, რა თქმა უნდა ეს არის უკანონო და ამაზე აუცილებლად აგებს პასუხს კახაკალაძე პირადად და სამართლებრივად და პოლიტიკურადაც და ძალიან სუდია, როდესაც ადამიანი თანხმდება, რომ რაღაც გარკვეული გასამრჯელოს ნაცვლად ქუჩაში გამოვიდეს და ვიღაცები ცემოს. სინამდვილეში ეს დაპირისპირება გაცილებით ადრე დაიწყო. საუბარია ორი ჯგუფის შეჯახებაზე. ერთ მხარეს ზვიად ხარაზიშვილია, გედედესა და აქციის ძალადობრივად დამრბევების ხელმძღვანელი. მეორე მხარეს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილია, ფორმალურად სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომელსაც საკუთარი ძალოვანი დაჯგუფება ჰყავს. სტატუსების მიუხედავად კონფლიქტი არაფორმალურ დაჯგუფებებს შორის ბრძოლას ჰგავს, რაც სრულად კანონს მიღმაა. ეს ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები ემსახურებიან არა სახელმწიფოს და მოქალაქეებს, არამედ კონკრეტულ პარტიას და კონკრეტულ ადამიანებს და კონკრეტული ადამიანების ინტერესებს და ეს არის ჩვეულებრივი განუკითხაობა, რაც ახლა ქუჩაში ხდება. ეს არის მშვიდობა. საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა არის მშვიდობა, ან ღირსება. თუ რაღაც ესე ბანდები რო ერთმანეთს უპირისპირდებიან და პოლიცია რო თავის საქმეს არ და ვეღარ ასრულებს, ეს არის დაპირებული მშვიდობა და დაპირებული ღირსება? შაბათის ფორმულამ მაშინ გაარკვია, რომ რატის ბარში მომხდარი შემთხვევის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო ხარებას მოადგილემ, სცემეს მისი დაჯგუფების სხვა წევრებსაც. ამის შემდეგ ხარაზიშვილის რაზმი გუბერნატორის მოადგილეს ჯერ სამსახურში მიუვარდა. შემდეგ ოჯახი აუწიოკას ჩინჯიკაშვილს მოკლითაც ემუქრებოდნენ, რის გამოც მის სახლს გარკვეული პერიოდის განმავლობაში სუსი და ძალადობრივი მენტალობის ადგილობრივები იცავდნენ. როგორც ჩანს, ოცნების ლიდერშიპის აქტიური ჩართულობის მიუხედავად კონფლიქტი არ ამოწურულა. ხარებას დაჯგუფების წევრების ცემა კი შინჯიკაშვილს ვერ აპატიეს. ძალოვანი უწყების წარმომადგენელი არის ისმის სცემის. როგორ? ჩხუბი არ მიხარ რა?
თქვენი ხელმძღვანელი ანგარიშწორებით ემუქრება შინჯიკაშვილს ქვემო ქართლის გუბერნატორს არც ამაზე არ იცით არაფერი? უკაცრავად დარბევების სამართლოს უფროსი რომ სცემეს ბოლოთაშვილი ჭუმბურიძემ უბილავამ და შინჯიკაშვილმა ამაზე არაფერი არ იცით თქვენ? არალეგიტიმური ხელისუფლების სისტემის საყრდენი მხოლოდ ეს ძალადობრივი დაჯგუფებაა, რომლის სანქცირებულ ხელმძღვანელსაც როგორც ჩანს, ბევრი აღარაფერი აქვს დასაკარგი. სწორედ ამიტომ მის მოთოკვას ვერც თავად ძალადობაში არაერთხელ მხილებული ქართული ოცნება ახერხებს. საღამშიდობისა ეთერშია ღამის კომენტარი მე თამარ ბაღაშვილი ვარ. უწყვეტი პროტესტის 28 დღეა დღეს საქართველოში, უკვე 28 დღეა საქართველოს მოქალაქეები რუსთაველზე ორი მთავარი მოთხოვნით დგანან: რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ამ უწყვეტი პროტესტის 28 დღეს რუსთაველზე გამოსულ ხალხს არალეგიტიმური ხელისუფლება ეუბნება, რომ თითქოს არაფერი ხდება და 29 დეკემბერს აი ამ პროტესტის ეპიცენტრში არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციას ჩაატარებს. ქართული ოცნების პრეს-სამსახური